ღმერთო ჩემო, როგორ მომენატრა ამ სიტყვების წარმოთქმა, თქვენ ხომ წარმოდგენა არ გაქვთ. მოგესალმებით, ანიმეს გუათ, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ანიმე ნარუტოს 4 ახალ ეპიზოდზე, მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. მასაში კიშიმოტო ოფიციალურად დაბრუნდა მის სავარძელში და შეუდგა მუშაობას მომავალი ნარუტოს 4 ახალ ეპიზოდზე. პერსონაჟების შეცვლილი დიზაინის და არათანაბარი ანიმაციის გამო და ამაზე ნეგატიური გულშემატკივრების რეაქციის შემდეგ სტუდია პიეროტმა დაადასტურა, რომ მასაში კიშიმოტო ახლა ზედამხედველობას გაუწევს დიდი ხნის ნანად 20 წლის საიუბილეო ეპიზოდებს, რომლებიც ადრე უკვე გადაიდო ანიმაციის ხარისხის გამო, თან ისე რომ გამოსვლის თარიღი არც კი დაუანონსებიათ. თავდაპირველად ყველა გახარებული იყო, რადგან ნარუტოს საზეიმო დაბრუნებას აღნიშნავდა ყველა, მაგრამ პროექტი ძლიერი კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ადრეულმა მასალებმა გულშემატკივრებს გადაჭარბებული დიზაინი და არათანაბარი ანიმაცია წარუდგინა. გულშემატკივრებმა სწრაფად გამოხატეს შეშფოთება ხარისხის კონტროლისა და ბევრი შეუსაბამობის გამო, რამაც გამოიწვია პროექტის შიდა ხელახალი შეფასება პიერონში და ეპიზოდებიც ამის გამო გადაიდო. ალბათ ყველას გაინტერესებთ კიშიმოტოს ჩართულობა გამოასწორებს თუ არა ამ მოვლენებს. სტუდიაში მომუშავე შიდა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კიშიმოტოს ჩართულობა ამ კრიტიკებზე პირდაპირი პასუხი იყო, რომ პროექტზე უნდა გადახედილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მას თავიდანვე არ ჰქონდა დაგეგმილი აქტიური როლის შესრულება ამ პროექტში, გულშემატკივრების დიდმა ზეწოლამ შეაცვლევინა ეს აზრი. ის ახლა ზედამხედველობას უწევს ანიმეს ისტორიის სკრიპტს, ვიზუალურ მხარეს და დიზაინის ვერსიებსაც კი, რათა უკეთესად შეესაბამებოდეს ეს ყოველივე ორიგინალურ მანგას. მოსალოდნელია, რომ ეს ჩართულობა სტილით უფრო ნარუტოში ბუდენთან იქნება ახლოს, ვიდრე განახლებული ვერსიების ინტერპრეტაციებთან. გავრცელებული ინფორმაციით გუნდები ხელახლა დაუბრუნდნენ სახატავ დაფას, კიშიმოტოს კონტროლის ქვეშ რა თქმა უნდა, რათა გადაამუშავონ ყველა ინფორმაცია და დააფიქსირონ ის შეცდომები, რაზეც გულშემატკივრებს პრობლემები შეექმნათ. და მაინც იკითხავთ თუ რატომ გადაიდო ნარუტოს 4 ახალი ეპიზოდი. სტუდია პიეროტმა თავდაპირველად დაანონსა საიუბილეო ეპიზოდები 2023 წლის შემოდგომაზე, მაგრამ პროექტი მოულოდნელად გადაიდო. იმ დროს ხარისხის გაუმჯობესების გარდა სხვა არცერთი ოფიციალური მიზეზი არ იყო გავრცელებული. იმის გამო, რომ კიშიმოტო ახლა აკონტროლებს ყველაფერს, წყაროები ამბობენ, რომ შეფერხება გამოწვეული იყო მიმართულებისა და პერსონალის სრული შეცვლის გამო. და ასევე შეცვალეს რამდენიმე წამყვანი ანიმატორიც კი. როგორი იქნება ნარუტოს ისტორია ამ 4 ახალ ეპიზოდში? ეს 4 ახალი ეპიზოდი არ არის მხოლოდ ნოსტალგიური მოგონებების გასაღვიძებლად. არამედ ეს არის გამოცდა ისტორიის მომავლისთვისაც კი. თუ მას მაყურებელი კარგად შეაფასებს და კარგი გამოხმაურებაც ექნება, ამას შეუძლია გზა გაუხსნას კიშიმოტოს მეთაურობით სხვა მსგავს მრავალ პროექტებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ბორუტო 2 ლურჯი მორევი დღიდიდღე უფრო პოპულარული ხდება. გავრცელებული ინფორმაციით ახალი ეპიზოდები გაიმეორებენ ძირითად არკებს ორიგინალი ისტორიიდან უფრო მაღალი ხარისხის ანიმაციით. შესაძლოა გვაჩვენონ დიდებული ბრძოლები გაუმჯობესებული ვიზუალით. ასევე არის გავრცელებული ჭორი იმაზეც, რომ ცალკეული ისტორია იქნება, სადაც გუნდიშვიდი მიდის ახალ მისიაზე და ამ გუნდის მეთაური უზუმაკი ნარუტო იქნება. მაგრამ ამ 4 ახალ ეპიზოდში რეალურად რა იქნება და როგორ იქნება, არავინ არაფერი იცის, მანამ სანამ რეალურად ეს 4 ახალი ეპიზოდი არ გამოვა. ახალი გამოსვლის თარიღი ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული, მაგრამ ვარაუდები იმას მიუთითებს, რომ მისი პრემიერა შესაძლოა 2025 წლის ბოლოს მოხდეს. ბოლო ინფორმაციით, რაც არის გავრცელებული ნარუტოს 4 ახალ ეპიზოდზე, გეტყვით იმას, რომ ამ პროექტზე მუშაობა სტუდია პიეროტმა ოფიციალურად დაასრულა, მაგრამ მაინც კვლავ ოფიციალური გამოსვლის თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაანონსებული. მაგრამ პროექტზე მუშაობის დასრულება მიანიშნებს იმას, რომ ნარუტოს 4 ახალი ეპიზოდი ძალიან მალე უკვე ჩვენთან იქნება და მისი შეფასებაც შეგვეძლება. ახალ სერიებს დაახლოებით მაყურებელი 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის შუაში ელოდება. და მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოც უკვე დასასრულს მიუახლოვდა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მომწურავი ინფორმაცია მოგაწოდეთ ნარუტოს 4 ახალ ეპიზოდზე. სულ ეს არის ყველანაირი ინფორმაცია, რაც ამ პროექტზე არის გავრცელებული. თქვენ კი მეგობრებო, თუ მოგეწონათ ეს კონკრეტული ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისღილაკი, რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები. ასევე არ დაგავიწყდეთ გაუზინოთ ეს ვიდეო მეგობრებს ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რომ უფრო მეტმა ნახოს ეს ვიდეო და ჩვენმა აუდიტორიამ უფრო და უფრო ზემოთ ზრდა გააგრძელოს. მე კი დაგემშვიდობებით მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ჯერ კიდევ ახლახანს გაცოცხლებული ბლიზარდი. ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.